Ami პირველი vlogi. ჩვენ ვართ აი ასეთ ლიფტში. პარკში მივდივარ. ამ გავერთო. ორი დღის წინ ასე მაგრად გავერთე. რომ სახლში დაბრუნება არც მინდოდა. აი ჩვენ გამო ასეთი გარემოა. დღეს რაღაცა ძალიან ცოტა ბავშვია. ორი დღის წინ უფრო ბევრი იყვნენ. შეიძლება ჩემი მეგობრები გამოვიდნენ. აი ესეთი პარკია ჩვენთან. კარგი ტანია. ბუნება. აქ ჯერ იყო საბავშვო პარკი, აი ასეთი პატარა იყო, მაგრამ ეხლა აი იქა ყველაზე პატარა პარკი. так, ჯერ ჩამოსრიალდეთ აქედან. Ой. Так, ეხლა ავიდეთ აქედან. О, привет, Алена. Все хорошо. Вот мы с Таней на прогулку вышли. Угу. მე ხა ვკატავ ფაი. აი ასეთი გარემოა. აქ ბავშვები კატაობენ. პატარები დადიან. ხანდახან დიდები არ გამოდიან. გარეთ, ანუ ჩემხელა ბავშვები. მაგრამ პატარებთანაც კარგად ვერთობი. აი ერთხელ ასეთი კარგი ბავშვი შემხვდა. ძალიან მაგრად გავერთეთ. უბრალოდ არ მახსოვს როდის. მე მგონი 9-ის ვიყავი იმ დროს. სინამდვილეში მე ისე რა მიყვარს პატარა ბავშვები, მაგრამ თლიანობაში კარგები არიან. მე ძალიან მიყვარს ეს პარკი. იმიტომ რომ აქ მაგრად ვერთობი.
ასეთი ბუნება ჩვენთან ბუნება. როგორც ამბობს ჩემი ბიძაშვილი, გაიღვიძა ბუნება. აი მანძის ტანია. კატაობენ აქეთ-იქით პატარა ბავშვები. ეხლა უფრო სწრაფად კატაობთ. ვისაც მოსწონს ბუნება, დალაიქეთ ეს ვიდეო და დააჭირეთ subscribe. ანუ გამოიწერეთ ჩემი არხი. Прогуляться решила. Я тут покатаюсь. Я вот тут еще видео снимаю для моего канала. მიყვარს ჩემი პარკი, ასეთი კარგი პარკია. მიყვარს სრიალოებზე კატაობა, ძალიან მიყვარს მე ბუნება. მიყვარს მე ბუნება. მიყვარს მე ბუნება. ასეთი კარგი სასრიალებია და კარგი პარკია. ძალიან ბევრი ბუნება. მაგრამ ყველაზე მეტად ძალიან ბევრი ბავშვია. თითქმის ჩემ ხელა არავინ არ არის. ხო, მეგობრებო, სანამ აქ ვკატაობთ, მე მოვიფიქრე სიმღერა. მიყვარს მე ბუნება, ბუნება. მიყვარს მე ბუნება, ბუნება, ბუნება. ბუნება. დემეტრე, მოდი აქ დედიკო, სახლი არის. დემეტრე. მიყვარს ბუნება. მეგობრებო, მე ახლა ჩუმად ლაპარაკობ, იმიტომ რომ აქ პატარა ბავშვებია და დიდები, ანუ მათი მშობლები ან დიდები, არ ვიცი. და ბრალდა მინდა რომ ყველა იცოდეს რომ მე ბლოგერი ვარ. მეგობრებო, თქვენ მე მგონი გაინტერესებთ როგორი ენები ვიცი მე. მე ვიცი ქართული, ჩემი მშობლიური ენა, რუსული, კიდე ცოტათი ვიცი ფრანგული, ინგლისური ვიცი, კიდე ცოტათი ჩინური ვიცი, მაგრამ ყველაზე მეტად ვიცი ნიჰაო. და ვიცი მარტო ერთი კორეული სიტყვა ანიონჰასიონ. ანიონჰასიონ ნიშნავს იმას გამარჯვებას.
და იცით, მე ხომ მსახიობი ვარ. ამ წელს ჩვენ ვითამაშებთ ერთ სპექტაკლს, რომელსაც ქვია მეფლეიტე ტოხეი. ეს ძალიან კარგი ზღაპარია, იაპონური ზღაპარია. და მანდ მე მაქვს თითქმის მთავარი როლი. ანუ ჩვენი რეჟისორი თქვა რომ მე მაქვს მთავარი როლი, მე ვარ მთავარი კითხველი. მე მეგონა რომ ტოხე არის მთავარი პერსონაჟი, მაგრამ ჩვენი რეჟისორი თქვა რომ ყველას აქვს მთავარი როლი ამ სპექტაკლში. ჩვენ კიდე სხვა იაპონურ სპექტაკლებს ვთამაშობ. მეორე იაპონურ სპექტაკლში მე მაქვს ერთი ძალიან მაგარი როლი. უბრალოდ არ მახსოვს რა ქვია იმ ზღაპარს იაპონურს. აი ვიღაცა დაძმაზეა. და მე მანდ მაქვს ერთი მდიდარი ბიჭის დედის როლი და თანაც ბოროტი როლია. მე არასდროს არ მქონდა ბოროტი როლი. და ჩემთვის ეს საოცრება, იმიტომ რომ მე ძალიან მიყვარს აი ასეთი თითქმის მთავარი და მდიდარი როლები. აი ერთხელ მე მქონდა ფერია ელას სპექტაკლი. ვთამაშობდით სპექტაკლს ოქროს ბატი. და მე მქონდა ფერიის როლი. ნუ მთავარი ფერიის როლი არ იყო, მაგრამ ძალიან კარგი როლი მქონდა. და კიდე ჩემს სკოლის სპექტაკლშიც კარგი როლი მქონდა. ჩვენ 2022 წელს თამაშობდით წყილს და ჭიანჭველას და მე მქონდა მილიონერი კატის როლი. აი ასეთი საქმეებია ჩემთან. აი ასეთი ვლოგი გამოვიდა ჩემო მეგობრებო. ყველა მიყვარხართ. კარგად. კიდე შევხვდეთ YouTube-ში.